დღეს 25 აგვისტოა. აჭარის და ბათუმის შემოერთების გათავისუფლების დღე. 1878 წელს მოხდა ეს აქტი. 1877-78 წლებში იყო რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის ომი, რის შედეგადაც სან-სტეფანოს ზავით და შემდგომ ბერლინის ხელშეკრულებით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში გადავიდა არტაანი, ყარსი, ბაიაზეთი, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ოლთისი. ძველი ქართული მიწები. ეს ომი დაიწყო იმის გამო, რომ ბალკანეთში მართლმადიდებლური ქვეყნების აჯანყებები დაიწყო ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ ომის შედეგად ბალკანეთის ნახევარკუნძულზე დამოუკიდებლობა მოიპოვა რუმინეთმა, სერბეთმა, მონტენეგრომ, ხოლო მაკედონია ავტონომიის სტატუსით დარჩა ოსმალეთის შემადგენლობაში. ომების განმავლობაში, რუსეთ-ოსმალეთის ომების განმავლობაში ორ ფრონტზე ხდებოდა ომი, სულ 12 ომია მოგეხსენებათ რუსეთ-ოსმალეთს შორის და ამ ეტაპზე 77-78 წლებში, მე-19 საუკუნეში კავკასიის ფრონტს ხელმძღვანელობდა გენერალი მელიქიშვილი, რომელსაც ექვემდებარებოდა 70,000 ჯარისკაცი, მათ შორის ნახევარი ქართველი. 35,000 ქართველი ომობდა ამ დროს. მოტივირებული იყვნენ, რათა დაებრუნებინათ ოსმალეთის მიერ მიტაცებული ძირძველი ქართული მიწები. ხოლო ასევე გენერალი ალხაზიშვილი ომობდა აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ოსმალებმა გადმოსხეს დესანტი, სოხუმი დაიკავეს და ალხაზიშვილის ხელმძღვანელობით დაამარცხეს ოსმალები და 77 წლის შემოდგომაზე, სექტემბრის თვეში, ოსმალებმა საბოლოოდ დატოვეს აფხაზეთის ტერიტორია. ჩემო ძვირფასო ქართველებო, არსებობს ასეთი წიგნი, კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა, გურამ დოჩანაშვილია ავტორი. იქ არის ერთი ასეთი ეპიზოდი, რომ იმ ადამიანებისთვისო, რომლებსაც არ იციანო, შექმნილიო კარცერ ლუქსებსო, ბიბლიოთეკისო და სანამ არ ისწავლიან წიგნებს არ წაიკითხავენო, ამ კარცერ ლუქსიდან არ გამოუშვებდიო. მე მივესალმები ამ წინადადებას. დღევანდელი ქართული საზოგადოება ბიბლიოთეკების კარცერ ლუქსებში არის გასამწყურები, სანამ არ ისწავლის საქართველოს ისტორიას. განსაკუთრებით იმ 10,000-ობით ქართველის ისტორიას, რომლებიც მთელი მე-19 საუკუნე ომობდნენ ქართული მიწების გათავისუფლებისათვის ოსმალეთის იმპერიისგან. მართალია ეს მაშინ მეფის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ 40 წლის გავლის გასვლის შემდგომ, 1918 წელს, საქართველომ ერთიანი სახით დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ერთმა დალოცველი გამყოფოთ, ჩემო ქართველებო, და ინებოს უფალმა, რომ დღევანდელ ქართველობას შეაყვაროს საქართველო. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ საზოგადოებაში გაჩნდეს სახელმწიფოებრივი აზროვნების უნარი, რაც შეიძლება ძლიერად. ინებოს უფალმა, რომ ჩვენ ქართველობას გაუჩნდეს სურვილი ისწავლოს საქართველოს ისტორია. კიდევ ერთხელ გილოცავთ ბათუმის
შემოერთების თარიღს 25 აგვისტო 1878 წელი.